სა და მაცოცხლებელ სინანულს შორის. სულიერი, whistleblower-ი, როგორ გვატყუებს მტერი. ხშირად გუგონია, რომ სინდისის ქენჯნა ყოველთვის ღვთისგანაა, მაგრამ იცით თუ არა, რომ სატანა მას ჩვენს ტყვეობაში დასატოვებლად იყენებს. ვერთი. მტრის ტაქტიკა. დაკითხვა. როცა რაღაცას ვაშავებთ, იქნება ეს თითის გაქცევა, სოციქსელში თუ სხვა ცოდვა, მტერი მოდის როგორც გამომძიებელი. ის გვეუბნება. ეს რა ჩაიდინე? შენ საძაგელი ხარ. ახლა ამას აზრი აღარ აქვს, მაინც დაიღუპე. მისი მიზანია დაგვტოვოს ტყვეობაში, დაგვაჯეროს, რომ აღიარებას აზრი არ აქვს და სასოწარკვეთილებით დაგვასამაროს. მას ჩვენი აღიარება ჩვენსავე საწინააღმდეგოდ, ჩვენს დასაშანტაჟებლად ჭირდება. ვორი. ქრისტეს ტაქტიკა. ამნისტია. უფალიც გვეკითხება სადა ხარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ იცის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აღიარება ჩვენივე გათავისუფლებაა. ღმერთი არ არის დამსჯელი ექიმი, ის გამკურნებელია. აღიარება ქრისტესთან არის არა ჩაშვება, არამედ ჯაჭვების გაწყვეტა. სანამ ცოდვა დამალულია, ის მტრის ხელში იარაღია. როგორც კი მას სინათლეზე გამოვიტანთ და ვიტყვით, მამა დავშავე, სატანა კარგავს შანტაჟის ბერკეტს. 3. იყავით როგორც ბავშვები, ბავშვმა იცის. როცა რაღაცას აფუჭებს, ერთადერთი გზა დედასთან ან მამასთან სირბილია. მას არ აინტერესებს სახის შენარჩუნება, მას გათავისუფლება უნდა. გახსოვდეთ. სხვისი ცოდვის მხილება ადვილია. საკუთარი შეცდომის აღიარება, ნამდვილი ვაჟკაცობა, დასკვნა, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ. ნუ დაუმალავთ ჭრილობას ექიმს. აღიარება არ არის დასჯის დასაწყისი, ის არის ტყვეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, ფონ, სინანული თავისუფლება, ქრისტეს სულიერი ბრძოლა აღიარება.